2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნად არადგინეს. შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ არის ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ისტორიული მასალა და უახლესი წარსულის ფაქტებზე დაფუძნებული აღწერა. გარდა ამისა, აქედან დავაანონსებ, რომ რა თქმა უნდა ეს დასკვნა 413 გვერდი ითარგმნება უცხო ენაზე, იმისთვის რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და განსაკუთრებით მათთვის, რომელსაც ჯერ კიდევ რაღაც თითქოს სენტიმენტები აქვთ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმთან დაკავშირებით, სამწუხარო რომ დღემდე სხვადასხვა მათ შორის ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის არათუ ნაციონალურ რეჟიმის სისასტიკის დაკლინება, არამედ პირიქით გვესმის შექებაც კი სულ ახლახან ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზატორს უწოდებს, იმ ადამიანს, რომლის ნახელავით დღეს მოვისმინეთ კომისიის ანგარიშის სახით. თითქმის მუდმივად ქართველი ხალხისგან, მისი უდიდესი უმრავლესობისგან ჩვენ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირები მუდმივად ვისმენდით გარკვეულ პრეტენზიას მასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხდებოდა სააკაშვილის სადისტური რეჟიმის გასამართლება და შემაჯამებელი ყოვლის მომცველი პროცესის ჩატარება იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ კარგად ყოფილიყო ყველაფერი თვალსაჩინოდ წარმოდგენილი, არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ მსგავსი უბედურება საქართველოში მეორედ აღარ დატრიალებულიყო. და აი ეს დოკუმენტი ახლა ხელთ რომ მე მივყრია და თქვენ რომ ის მხოლოდ დასკვნითი ნაწილი წარმოადგენთ, მოგვიყევით, არის მართლაც ის საბოლოო შეჯამება, ის საბოლოო ემოცია, უდიდესი ემოცია სამართლებრივ პუნქტებში გადატანილი და ის ისტორიულ წიაღისვლებში გადატანილი, რომელიც ესოდენ აწუხებდა ჩვენს ხალხს და ქართველებს. ჩვენ დღეს აი ამ დასკვნაზე და შეფასებებზე მსჯელობთ, ჩვენ გვიყურებს ის ადამიანები, ვინც არიან ჭირისუფალნი აი ამ რეჟიმის შედეგად. პირდაპირი გაგებით ჭირისუფალნი. აქ არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ვინმე ბიზნესი როგორ დაკარგა, როგორ დაატერორეს ადამიანები, როგორ წაართვეს ქონება, როგორ შეულახეს ღირსება და ასე შემდეგ. აქ მაქვს საუბარი იმაზე, რასაც ბუნებაში ვერაფერი ვერ შეუცვლის, როდესაც პირდაპირი გაგებით მათ მოუკლეს ოჯახის წევრი ადამიანები, შვილები, მამები, მეუღლები და ასე შემდეგ. აი ეს ხალხი გვიყურებს დღეს და მთელი ამდენი წლის განმავლობაში აი ეს ხალხი ღირსებით ელოდებოდა იმას, რომ აი ეს ადამიანები იკადრებდნენ ან საკუთარ თავში ეკება ეპოვათ ძალა იმისა, რომ ელემენტარულად მათთვის სამძიმარი ეთქვათ. რა თქმა უნდა, კომისია გეგმავს ამ ვრცელი დოკუმენტის ინგლისურ ენაზე თარგმნას, რადგან ეს ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, ან თუნდაც მოწინააღმდეგეებისათვის, რომ გაიგონ სიმართლე, არგუმენტებით დამტკიცებული, დოკუმენტებით განმტკიცებული ის რეალობა, რაც იმ წლებში არსებობდა და რომელსაც ზოგიერთი მათგანი დღემდე მისდირის. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ აი ასეთ ფუნდამენტურ დიდ დოკუმენტს ჩვენი უცხოელი პარტნიორები თუ დაუძინებელი მეგობრები ყურადღებით წაიკითხავენ. მე უბრალოდ ჩემი კითხვა უბრალოდ იმას შეეხება, რამე ტიპის პროაქტიული ღონისძიებები თუ არის დაგეგმილი იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია მოკლედ, შეჯერებულად და ძირითადი აქცენტების ხაზგასმით მიწოდებული იყო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისადმი, მათ შორის ჩვენი მეგობრებისადმი. რაც შეეხება მის თარგმნას და ასე შემდეგ, მე მადლობას გიხდით ბატონო შალვა ასეთი გადაწყვეტილებისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად სათარგმნელია და არა მხოლოდ ინგლისურად. და ასევე შეიძლება გაკეთდეს თითოეული თავებისგან მცირე ზომის ბროშურებიც. იმიტომ რომ საერთაშორისო მეგობარი ერთია და
ზოგს გონია რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დროს მკვლელობები ქუჩაში სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ არ ხდებოდა. ზოგმა არც კი იცის რომ საქართველოს ციხეები ეგრეთ წოდებული რეზინის სტანდარტით იმართებოდა, რამდენი შეეტეოდა იმენ პატიმარს ანთავსებდნენ მათში. რა დაგვანახა კიდევ ამ 6 თვიანმა მუშაობამ? დაგვანახა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არ გამოსწორებულა, არ გამოსწორდება, არაფერს ნანობენ, არნაირი სინანული არ აქვთ. ერთადერთი, რასაც ისინი ნანობენ, არის რომ რატომ დათმეს ძალაუფლება, რატომ მართლა არ გალეწეს სისხლის კავლები ამ ქვეყანაში, რომ ბოლომდე შეენარჩუნებინათ ის თავისი მმართველობა.